ახლა კი მივესალმები ანალიტიკოს ლევან ნიკოლაიშვილს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან, რომ გამონახეთ დრო და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოკლედ, ამერიკული ფული, რომელიც გადატრიალების დაბუსტვაში დაიხარჯა საქართველოში, ამაზე უკვე ღიად საუბრობენ მართლ გუნდში. როგორ ფიქრობთ, რა შედეგს დადებს ის აუდიტი, რომელიც USAID-ში უკვე შევიდა და დაიწყო საქმის მოკვლევა? მე ვიტყოდი, რომ შედეგი ხდება აუცილებლად სკანდალური. ბევრი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ბევრი ისეთი რაღაცები გახდება ცნობილი, რომელზეც შეიძლება წამოდგენას კი არ აქვს ჩვენ. ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე, რომ ეს ფული რეალურად არ იხარჯებოდა მიზნობრივად და არ ხმარდებოდა, თქვათ, იმ საქმეს, რაზეც იყო ვითომდა გაწერილი. არამედ სულ სხვა მიმართულებით მიდიოდა და ეს სხვა მიმართულებები, ასე ვთქვათ, შენიღებული იყო სხვადასხვა პროექტების სახით. სხვადასხვა სახელები იყო დარქმეული, სხვადასხვა მიზნები იყო დარქმეული და ამაზე, რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი ითხოვდა ხელს და ეს ბევრი ადამიანზე, როცა მე ვსაუბრობ, ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა, ვინაიდან აქ იყო ჩართული როგორც ცენტრალური ოფისი, თვითონ შეერთებულ შტატებში, შემდეგ ასე ვთქვათ, ქვემდებარე ოფისები და ქართველი ეგრეთ წოდებული NGO-ები თუ გენებავთ ვიღაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ამ ყველაფრით, ესე იგი, სარგებლობდნენ იმისათვის, რომ აქ სიტუაცია შექმნილიყო. რა თქმა უნდა, აქ არ არის საუბარი, თქვათ, ისეთ პროექტებზე, ასეთ დაფინანსებაზე, რომელიც შეეხებოდა, თქვათ, ადამიანების რაღაც კეთილდღეობას, მაგრამ ეს არის ძალიან მიზნობრივი რაოდენობა და ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე, რომ ეს ასე რო არ ყოფილიყო, არ იქნებოდა ასეთი აჟიოტაჟი იმის თაობაზე, რომ ეს ყველაფერი გამჭვირვალე ყოფილიყო, რაზეც ხელისუფლება მიზუნა და მიიღო ეგრეთ წოდებული გამჭვირვალების კანონი, რომელსაც სასწრაფოდ უწოდეს კიდეც რუსული კანონი. ესეც ერთგვარი პროექტი იყო, ამაში დარწმუნებული ვარ მე, იმიტომ რომ სიტყვა რუსული და რუსეთთან მიმართებაში გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, რა თქმა უნდა, არც თუ ისე დადებით ასოციაციას ან აქტივებს იწვევს ადამიანების, თქვათ, გონებაში. აქედან გამომდინარე, ესეც ალბათ ერთ-ერთი სერიოზული პროექტი იყო. ამას ემატებოდა კიდევ სხვა რაღაცები და ჩვენ ვხედავთ თითქმის ყოველდღიურად, რომ ამ ორგანიზაციასთან, USAID-სთან დაკავშირებით ხდება განცხადებები, სწორედ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, როგორც პრეზიდენტ ტრამპისგან, ასევე თქვათ სახელმწიფო მდივნისგან, რომელსაც უშუალოდ დაევალა ამ ყველაფრის გაკონტროლება და გადახედვა და შეჯამება. ეს არის საკმაოდ სერიოზული საქმე. ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე, რომ ჩვენ აქ შეიძლება სამი კატეგორია განვიხილოთ, ან სამ პუნქტად დავყოთ, ხომ? ერთი არის, რომ რამდენად რეალურად ემსახურებოდა ის თანხები თუ ის ეგრეთ წოდებული პროექტები შეერთებული შტატების ინტერესებს და რამდენად შედიოდა მათ ინტერესებში. მეორე, რომ რამდენად იყო ეს, თქვათ, საჭირო იმისათვის, რომ საქართველოში გარკვეული ქმედებები განხორციელებული იყო. მე ვიძახი ნებისმიერ ქმედებას ამ შემთხვევაში, რამდენად შედიოდა ეს ჩვენ ინტერესებში და მესამე, რა თქმა უნდა, აქ სერიოზულ თანხებზე და სერიოზულ ფულზე არის საუბარი, ვინაიდან წარმოვიდგინოთ ესე, რომ რაღაცა თანხა ირიცხებოდა, თქვათ, საქართველოში, ამ თანხიდან რომელი ნაწილი რჩებოდა საქართველოში და რომელი რჩებოდა, თქვათ, იგივე ადგილზე კაცმა არ იცის, ან როგორ ხდებოდა ამ ფულის შემდეგ ერთგვარი უკან დაბრუნება, აკუმულირება, ატკატი ეგრეთ წოდებული მაპატიეს სიტყვისათვის, მაგრამ სწორედ ესე არის, ეს იყო ყველაზე დიდად საფრთხის მომცველი და ყველაზე მთავარი მიზანი რა იყო ამ ყველაფერში, ხო? გადატრიალების მცდელობა მიზანი ის, რაზეც რა თქმა უნდა და სახელმწიფო სუვერენიტეტზე შეტევა. გავაგრძელო საუბარი არის არა მხოლოდ საქართველოზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაგალითად მაიდნისთვის დაიხარჯა 5 მილიარდი უკრაინაში. გარდა ამისა, ტრამპის ახალი ადმინისტრაციაში აც უკვე ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტალსი გაბარდი წლებია ამტკიცებს, რომ უკრაინაში მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული 25-30 ბიოლაბორატორია ფუნქციონირებს და ზოგადად საუბრობენ იმაზეც, რომ სოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 300 ასეთი ბიოლაბი ფინანსდება. შესაძლებელი თუ არა, რომ COVID-19 სავალალო შედეგებზე პასუხისმგებლობა დაეკისროს USAID-ის მაღალჩინოსნებს? ეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ერთი კიდევ დიდი სკანდალი იქნება, ერთი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს, როდესაც COVID-ის მოვლენები დაიწყო, ხომ, აქ იყო არაერთგვაროვანი დამოკიდებულება სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, ხომ, საინტერესო იყო, თქვათ, როგორ იმართებოდა და ასე ვთქვათ, მართვასთან ერთად რა სახსრებით და რა ინსტრუმენტებით ხორციელდებოდა COVID-ის წინააღმდეგ ბრძოლა. ერთ-ერთი მთავარი და საინტერესო მომენტი არის ასევე ეგრეთ წოდებული წამლები და სხვადასხვა ვაქცინები, ხო? იმიტომ რომ რეალურად ჩვენ სამი ტიპის ვაქცინასთან ქონდა მაშინ საქმე, ხო? ეს იყო Pfizer-ი, ეს იყო AstraZeneca
და ეს იყო ასევე ჩინური ვაქცინები და ამ ვაქცინებთან დაკავშირებით იყო დიდი მსჯელობა. ჯერ თავიდანვე მოსახლეობაზე არ იყო ასლი შეიძლება ითქვას. მე მარტო საქართველოს მოსახლეობას აგვირუსებ თავისთავად ცხადია, არამედ მთლიანად იმ ქვეყნების მოსახლეობაზე მაგ საუბარი, რომელიც ესე კოვიდით იყო მოცული, თუ რომელი ჯობდა, რატომ ჯობდა, რანაირად ჯობდა და ადამიანები შეიძლება ითქვას სპონტანურად ირჩევდნენ თავისი შეხედულების მიხედვით იმას, რომ რომელი ვაქცინა უნდა გაეკეთებინათ. ამას ებადნებოდა სხვადასხვა ფირმები, რომლებიც იყო დაინტერესებული თქვა ამ ვაქცინების გავრცელებაში თუ შემოტანაში. ემატებოდა ცალკე კერძო პირების ასევე მონაწილეობა და ჩვენ სხვადასხვა გვახსოვს ქართული ოპოზიციური სპექტრიდანაც კი რაღაცა ეწოდებული ინიციატივები, რომ აი მე შემილია შემოვიტანო რაღაც წამლები, მე გავაკეთო ასე შემდეგ და რაღაც ხელის შეშლაც კი იყო სახელმწიფოსათვის და ეს მე არ მჯერა რომ ასე ხდებოდა ვიღაცა ერთმა ადამიანმა მოიფიქრა, არა, ამაში იყო სერიოზული ინტერესები და სერიოზული სახსრებისა და ისევ იმისათვის რომ ერთხელ რომ დაინტერესებულ ასე ვთქვათ პირებს თუ ორგანიზაციებს ესე თუ ის ვაქცინები მიემართათ ამათ მიმართულებით და მეორე რა თქმა უნდა აქაც ისევ და ისევ დიდ სახსრებზე გვაქვს ჩვენ საუბარი. როცა ჩვენ ამ დიდ სახსრებზე ვლაპარაკობთ, ხომ რატომ არის შეერთებული შტატები ასე ხელმძღვანელობა დღევანდელი მათი ასე გაბრაზებული ერთი და მეორე პრინციპული ეს ყველაფერი გაარკვიოს, ვინაიდან ისინი ხედავენ გარკვეულ ინტერესებს, იმ ინტერესებს რომლებიც იყო გამოწვეული ამერიკის გადამხდელთა ფულის, ასე ვთქვათ, შეჭმით თუ გაფლანგვით თუ სხვა მიზნებით განსახორციელებად. ეს არის ძალიან სერიოზული მომენტები, ვინაიდან ჩვენ ერთხელ, როცა ვსაუბრობთ ომზე, იქ შეიარაღებას და შემდეგ, ეს ერთი უბედურება არის, ხომ რაც უკრაინაში ხდებოდა. მაგრამ მეორე დიდი უბედურება გახლავთ ის, რომ აქ უკვე სავსებით მშვიდობიან ადამიანებზე იყო ლაპარაკი, რომლებიც დაბნეულები იყვნენ, იმიტომ რომ ისეთი დიდი უბედურება დააკრა მასში მსოფლიოს კორონას სახით, ხომ? ამ დროს ვიღაცები, როდესაც ფიქრობდნენ თავიანთი პირადი ინტერესები, თავიანთი პირადი გამდიდრების მიზნით, ჩვენ ასევე ვიცით, ხომ, გარკვეული ევროკავშირის მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები იყვნენ ანუშვალოდ ჩართულები სხვადასხვა პროცესებში და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის გამოსაძიებელი და რა თქმა უნდა, საზოგადოება უნდა იცოდეს ამის შესახებ, ეს ერთია, მაგრამ მეორე რომ პრევენცია უნდა მოხდეს შემდგომში, რომ ასეთი რაღაცები აღარ განხორციელდეს, ვინაიდან ჩვენ შეიძლება პირდაპირ ვიძახინი ამას, ესეთი გამოძიებების, ასეთი მოკლეების შედეგად საქმე გქონდეს საუკუნის სკანდალთან და პირდაპირ ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან. ვინაიდან გვახსოვს რამხელა დიდი მსხვერპლი იყო, ამ მსხვერპლს ემატებოდა ეკონომიკის დანგრევა, ჩაკეტვები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი შეიძლება მივიდეს საბოლოო ჯამში იქითკენ, რომ ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ ცალკეულ ადამიანთა ჯგუფებს ამ ეგრეთ წოდებული პროგრამებით, ეგრეთ წოდებული დაფინანსებით თავიანთი პირადი კეთილდღეობა მოეწყოთ. რა თქმა უნდა, მათ პასუხი უნდა ააგნო. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.